მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი საჯარო ტაროს სეანსის თემა იქნება რა გამარჯვება გელის 2026 წელს. მოდით ვნახოთ რა იქნება თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება, ყველაზე წარმატებული ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში 2026 წლის განმავლობაში. თემა გაიშლება სამ ვარიანტად. რატომღაც დასტა აიჭრა. დავასწოროთ. აირია ერთმანეთში. არკანები. გავააქტიუროთ ახალი ტაროს დასტა. ულამაზესი დასტა, სხვათა შორის რაიდერის სისტემაზეა აგებული. და სწორედ აი ამ ახალი დასტით, რომელიც დამუხტულია დღევანდელ თემაზე, გააქტიურებულია დღევანდელ საჯარო გაშლის თემაზე, შემოგთავაზებთ პროგნოზებს 2026 წელთან მიმართებაში თქვენი ყველაზე წარმატებული ნაბიჯის, აი ამ თემის გაშლით და მისი გათვალისწინებით. სამი ვარიანტი გვექნება, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენი ვარიანტი. ინტუიციურად თუ უკვე მოვიდა გონებაში ეს ვარიანტი სხვადასხვა ხატსახის სახით ან თუნდაც აკუსტიკურად, ანუ გონებაში ხმა ირთვება ამ დროს, ხო? ყველას შემთხვევაში ეს არის ინდივიდუალურად, ეს ინფორმაცია მოდის ინდივიდუალურად. ან დაელოდეთ ვარიანტებს დავალაგებთ და შემდგომ აირჩიეთ უკვე ვიზუალურად დააკვირდით და რომელი არკანიც გიძახებთ, იმ არკანს აირჩევთ ბუნებრივია. ვააქტიურებთ ცეცხლის სტიქით დასტას, კიდევ ერთხელ თქვენს თვალწინ, ასევე ჰაერის სტიქით, რათა მივიღოთ ის ინფორმაცია, ის პროგნოზები, რომელიც თქვენთან, ჩემს მსმენელებთან არის ყველაზე ახლოს. მოდით ვნახოთ. შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღებ სამ ვარიანტს. პირველი ვარიანტისთვის რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება 2026 წელს. მეორე ვარიანტისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება 2026 წელს. და მესამე ვარიანტისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება 2026 წელს. იმედია კარგად ჩანს არკანები, კი ბატონო. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და მოდით ვნახოთ რა იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება თქვენს ცხოვრებაში 2026 წლის განმავლობაში, ხო? 2026 წლის ბოლომდე, რა დროც არის დარჩენილი. ის თვეები უნდა მოვიაზროთ ამ შემთხვევაში წლის დასასრულამდე. და მოდით დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველ ვარიანტში ვხედავთ მიწის სტიქიას, პენტაკლების მეფეს. ეს არის არაჩვეულებრივი არკანი, პოზიტიური არკანი ყველა მხრივ. ეს არის დამიწების, სტაბილურობის, ფინანსური სიძლიერის არკანი. შესაბამისად, თქვენთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ყველაზე დიდი გამარჯვება 2026 წლის განმავლობაში ეს იქნება ფინანსური სტაბილურობის მოპოვება და არა მხოლოდ სტაბილურობის, არამედ რაღაცა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აწევა აი ამ ფინანსურ სფეროში, ან თუნდაც მატერიალურ ყოფით საკითხებში და საყრდენის მოპოვება, საყრდენის, როგორ ვთქვა, აშენება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც არ გქონდათ აქამდე. შესაძლებელია გაქვთ ფინანსური გამოწვევები, სირთულეები, ან რაღაცა კონკრეტული ჩანაფიქრი გაქვთ და ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს რისკიანი ჩანაფიქრი, შეიძლება გქონდეთ შიშები, რომ არ გაგიმართლდეთ, ან რაღაცა, თქვათ, არ გამოვიდეს, არ გამართლდეს თქვენი მოლოდინები, შეიძლება გქონდეთ ასეთი ფიქრები და განწყობები დღევანდელ დღეს, თუმცა პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს აღნიშნული არკანი გეუბნებათ, რომ ეს წელი იქნება თქვენთვის
გამარჯვებების მხრივ უფრო ფინანსურ, მატერიალურ ყოფით საკითხებში, რაღაცა კონკრეტული სიძლიერის მოპოვება, კონკრეტული სტატუსის მოპოვება და მატერიალური გაძლიერება. ქალბატონების შემთხვევაში შესაძლებელია ეს გამოიხატოს ისეთ პარტნიორულ ურთიერთობაში, სადაც მამაკაცი არის ძლიერი, მაგალითად მატერიალურად სტატუსის მხრივ უფრო ძლიერ მამაკაცთან პარტნიორული ურთიერთობა, ან მეუღლეები, ვისაც გყავთ თქვათ მეუღლის სიძლიერე და შესაბამისად, როდესაც მეუღლე არის ძლიერი, ბუნებრივია, ქალი ამ დროს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ან პირდაპირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გამოხატული თქვენს მიერ შინაგანი საყრდენის მოპოვებაში, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფინანსებთან, ფულთან, რაღაცა ქონებრივ საკითხებთან, ქონებრივ სიძლიერესთან და გაძლიერებასთან. იმ მდგომარეობასთან შედარებით უფრო კიდევ ერთი ნაბიჯით, ერთი საფეხურით მაღლა ასვლასთან, ვიდრე გაქვთ დღეს. შვენიერი პოზიტიური არკანი ამოგივიდათ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, თუ გაქვთ რაიმე თქვათ შიშები, შფოთვები ან ნერვიულობა ფინანსურ ენერგიებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამ მხრივ ამ წელს საფრთხე არ გემუქრებათ, პირიქით ეს იქნება ამ მიმართულებით თქვენი გაძლიერების წელი. აი ასეთი გახლდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, თქვენი შთაბეჭდილებები, რამდენად მიგენიშნათ, რამდენად ახლოს მოვიდა ეს პროგნოზი თქვენთან ახლოს, ასევე თუ ინტუიციურად იგრძენით, რომ ეს ვარიანტი თქვენია და თქვენ გეხებათ, იმისთვის, რომ უფრო მეტი მატერიალიზაციის ძალა მიეცეს ამ პირველ ვარიანტს და ყველაფერი წავიდეს ისე პოზიტიურად, როგორც ვისაუბრე, დაწერეთ კომენტარებში თქვენი კომენტარი დააფიქსირეთ და იყოს ასე აღსრულდა. მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი, რა პროგნოზს გვიჩვენებს მეორე ვარიანტი. და მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რა გამარჯვება გელით, უფრო სწორედ რა იქნება თქვენი 2026 წლის ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი გამარჯვება. აქ პირველი ვარიანტისგან სრულიად განსხვავებულ მოცემულობას ხვდებით, ეს არის თასების პაჟი, ეს გახლავთ უფრო წყლის სტიქია, უფრო ემოციებთან, სიყვარულთან, ემპათიებთან, ემოციურ ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებული არკანი. შესაბამისად, თქვენთვის მეორე ვარიანტისთვის, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, 2026 წლის მთავარი გამარჯვება, მთავარი წარმატებული ნაბიჯი იქნება დაკავშირებული უფრო ემოციებთან, შემოქმედებით თვითგამოხატვასთან, სიყვარულთან, ვინც დაკავებული ხართ რაღაცა სახელოვნებო მიმართულებით, ვისი საქმიანობას უკავშირდება უფრო შემოქმედებით ხედვებს, შესაბამისად, ასეთი ადამიანებისთვის წარმატება შეიძლება მოვიდეს პროფესიულ ასპარეზზე, რაღაცა ვთქვათ, იდეა მოგივიდეთ, მუზა მოგივიდეთ, რაღაცა შექმნათ განსხვავებული, განსაკუთრებული, რაც დაიმსახუროს მოწონება, საზოგადოებრივი აღიარება და ამან მოგიტანოთ სახელი და ასე ვთქვათ, პოპულარობა თქვენს წრეებში, ასევე რიგი ადამიანებისთვის ეს შეიძლება იყოს ახალი სიყვარული, ახალი ურთიერთობის ჩანასახი, ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც გააღვიძებს თქვენში გრძნობებს და გაგიჩენთ სურვილს, რომ ვთქვათ, წამოიწყოთ ურთიერთობა ამ ადამიანთან. შესაბამისად, 2026 წლის მთავარი გამარჯვება მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ძირითადად დაკავშირებული იქნება თუ ეს პროფესიულ ასპარეზს ეხება და უფრო აქტიური ხართ პროფესიულ ასპარეზზე, შეიძლება ეს იყოს რაღაც ახალი პროფესიის დაუფლება, რომელიც შემოქმედებით უნარებთან არის დაკავშირებული, სახელოვნებო უნარებთან არის დაკავშირებული, რაღაც ახალი იდეის გაჩენა, მუზის მოსვლა, რაც მოგცემთ იმის სტიმულს და იმის ენთუზიაზმს და სურვილს, რომ შექმნათ რაღაცა ვთქვათ ხელოვნების ნიმუში, ან რაღაცა დაწეროთ, ან დახატოთ, ან რაღაცა ამ კუთხით გაიხსნას პოტენციალი თქვენში, ხოლო რიგი ადამიანებისთვის ეს ვისთვისაც უფრო მეტად აქტიურია პირადი პარტნიორული ურთიერთობების თემატიკა, შეიძლება ეს იყოს ახალი ურთიერთობის ჩანასახი, ახალი სიყვარული, ახალი პარტნიორი ცხოვრებაში და თქვენ წარმოიდგინეთ არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ რიგი ადამიანებისთვის ეს შეიძლება იყოს შვილის
დაურსულება, ჩასახვა და ბავშვის ენერგეტიკა. თუ ასეთი მოლოდინები გაქვთ და გსურთ, რომ გყავდეთ შვილი, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის შეიძლება არა ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავკონკრეტდები, მაგრამ რიგი ადამიანების შემთხვევაში, ვისი ყურადღების ენერგია და ფოკუსიც ამაზეა მომართული და თუ კი ამ თემაზე გაქვთ ყურადღების აქცენტი გაკეთებული, შესაბამისად დიდი პოტენციალი არსებობს იმისა, რომ ამ წელიწადს თქვენ ასე ვთქვათ, გაიგოთ თქვენი ორსულობის შესახებ, ხოლო თუ მამაკაცები მისმენთ, მაშინ თქვენი მეუღლის ორსულობის შესახებ. აი, ასეთი გახლდათ მეორე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, თუ მიგენიშნათ ინტუიციურად ეს, რაზეც ახლა ვისაუბრე, ჩემი ნათქვამი, თუ მოგხვდათ, ასე ვთქვათ, გულზე და ინტუიციურად იგრძენით, რომ თქვენია ეს პროგნოზი, იმისთვის, რომ უფრო მეტად მატერიალიზდეს ეს დადებითი პროგნოზი და ეს გამარჯვება, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაში 2026 წელს, დაწერეთ კომენტარებში, გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში, თქვენი სურვილი და იყოს ასე აღსრულდა. და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი რას გვთავაზობს. მესამე ვარიანტის პროგნოზი რა იქნება თქვენთვის მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის 2026 წლის მთავარი გამარჯვება. აქ გამოდის არაჩვეულებრივი ყველა მხრივ პოზიტიური არკანი, ეს არის კვერთხების ტუზი. პირველ რიგში უნდა ვთქვა ის, რომ თქვენ მესამე ვარიანტის წარმომადგენლები არა სხვა ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სხვა ჩვეულებრივი ყოველდღიური ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, მდგომარეობისაგან, თქვენი ჩვეული ენერგეტიკული მდგომარეობისაგან განსხვავებით, შეიძლება იყოთ განსაკუთრებულად აქტიური ამ წელს, განსაკუთრებულად შემოქმედებითი ცეცხლით დამუხტული და ახალი იდეებით დამუხტული. შეიძლება ეს იდეები შეეხებოდეს ახალი საქმიანობის წამოწყებას, მოგზაურობას, ემიგრაციაში წასვლას, რაღაცა ახალი საქმის დაწყებას, რომელიც აქამდე არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში და ამაზე შეიძლება არც კი გიფიქრიათ. შესაბამისად, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ვინც აერჩიეთ მესამე ვარიანტი, 2026 წლის მთავარი გამარჯვება დაკავშირებული იქნება ახალ საქმიანობასთან, ახალ შემოქმედებით უნარებთან, რაღაცა ახალი პოტენციალი გაიხსნება თქვენში, ის რაც აქამდე არ ყოფილა, ის რაზეც აქამდე არც კი გიფიქრიათ. შეიძლება ეს იდეა მოგაწოდოთ თქვენმა პარტნიორმა, თქვენმა მეგობარმა, თქვენმა მასწავლებელმა, რაღაცა ახალი უნარები იხსნება თქვენში, რომელიც აგანთებთ, რაღაცა ცეცხლოვანი ენერგიებით დაგმუხტავთ და მოგცემთ რაღაც არაჩვეულებრივ ენერგიას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს და ამ ყველაფერს შეასხათ ხორცი. რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული ენთუზიაზმი მოდის აი ამ არკანის ენერგეტიკიდან, ესე იგრძნობა ყოველ შემთხვევაში, ეს არის ძალიან აქტიური ცეცხლოვანი ადამიანის ტიპაჟი, ჩანს ახლა აქ მესამე ვარიანტში, რომელიც არის სავსე ენერგიით, ენთუზიაზმით, სურვილებით, იდეებით, შემოქმედებითი მუხტით და მზად არის, რომ თები გადადგას იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს და თავის, ასე ვთქვათ, სურვილები აიხდინოს, მაგრამ ეს სურვილები არ არის რაღაცა ჩვეულებრივი ყოფითი სურვილები, ეს არის ახალი იდეები, ახალი შემოქმედებითი უნარები, შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული შორგზასთან, მოგზაურობასთან, რაღაცა გადაადგილების თემებიც აქტიურად შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და ყველა მხრივ აქტიური, ასე ვთქვათ, თვეები გექნებათ, ეს 2026 წლის დარჩენილი თვეები, რაც არის წლის დასასრულამდე, შესაბამისად ეს ენერგიები თუ გრძნობთ აი ამ მოზღვევებულ ენერგიას და ენთუზიაზმს არ შეგეშინდეთ, წარუმატებლობით არ შეგეშინდეთ იმის, რომ რაღაც არ გამოვა, პირიქით იყავით აქტიური, იყავით შემტევი, იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში, იმიტომ რომ ეს წელი განსაკუთრებულად აქტიური და ასე ვთქვათ, პოზიტიური იქნება თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში სამყაროს ძალები ნამდვილად გიწყობენ ხელს, არიან თქვენს გვერდით და ყველანაირად, ასე ვთქვათ, გაქვთ ყველა ხელშემწყობი პირობა იმისთვის, რომ თქვენს ჩანაფიქრებს ხორცი შეასხათ. აი ასეთი გახლდათ მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, შესაბამისად თქვენი 2026 წლის მთავარი გამარჯვებაც იქნება სწორედ რაღაცა ახალი იდეისთვის, ახალი მიზნისთვის, ახალი შემოქმედებითი საქმიანობისთვის,
აღწევს საფუძვლის საძირკვლის ჩაყრა, ამ პოტენციალის პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოჩენა და შემდგომ მისი დახვეწისთვის, მისი განვითარებისა და ხორცს შესხმისთვის ყველა ძალისხმევის გაწევა. თუ მოვიდა ეს პროგნოზი თქვენთან, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს მივმართავ, დამიწერეთ კომენტარებში ამის შესახებ, გამიზიარეთ თქვენი ხედვები და შთაბეჭდილებები, ასევე იმისთვის, რომ ამ პროგნოზს, ასე ვთქვათ, მეტი მატერიალიზაციის ძალა მიეცეს, გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში, კომენტარების ველში ასე დაე, იყოს ასე, აღსრულდა. ხოლო ის, ვისაც გსურთ ჩემთან პირადი, უფრო დეტალური კონსულტაციის გავლა, ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, კონსულტაციის დასაჯავშნად უკვე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.